მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ ნახოთ თქვენი წარმოუდგენელი მომავალი. ბევრი რაღაცა იცვლება, უკვე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და ამიტომ ვნახოთ. ჯერ გავაკეთებ მინი სიგნიფიკაციას, რომ თქვენ იცოდეთ, რომ ეს გაშლა თქვენთვის არის. გითხოვები მომზადებული, მაგ ძალიან მაგარი და ვკითხოთ მერე უკვე ტაროს, რას გვეტყვის, რას გვირჩევს, ხო? რა სფეროში იქნება თქვენი წარმატება და ასე შემდეგ. ნახოთ. ეხლა ვისთვის არის ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ? ეხლა რა ენერგიებში ხართ? ну აქ არის ეხლა სიგნიფიკაცია როგორი. პირველ რიგში შეიძლება აქ იყოს ზუსტად აი ეს მომენტი, რომ ვფიქრობ, უკვე ბევრი ხანი ვფიქრობ, რა მელოდება, როგორ რა იქნება, სად წავიდე, რა გავაკეთო, იმიტომ რომ შეიძლება აქ ნამდვილად თქვენ ბევრ რაღაცებს აკეთებთ, აქ ახლა არ იქნება ეს გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილად არ ფიქრობს, არც იმას, ნახეთ ახლა მომავალზე, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ესე იგი, რა თქმა უნდა, როგორც ახლა საერთოდ ჩემს ტრენინგებზეც რო ვასწავლი ხოლმე, წარსული და მომავალი თითქმის არ არსებობს. ეს მომავალი წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ ეს უკვე ხდება. უბრალოდ ჩვენთვის არის ეს იქნება მითითება, ხო მივხვდეთ რა? იმიტომ რომ საერთოდ ჩვენ ახლა თუ გვინდა რაღაცა რომ ცვლილებები მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგ მდგომარეობაში უკვე ისედაც რომ მე ამას ვიღებ. ეს იქნება გაშლა თქვენთვის როგორც აი დამხმარე მითითება რა. რა მდგომარეობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, რომ თქვენი მომავალი იყოს მართლა ძალიან კარგი. კარგით. ნახოთ ახლა, ესე იგი, აქ არის რა? აქ სიტუაცია არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა ფიქრობს, როგორც გითხარით, ვინც მართლა ნამდვილად ხვდება, გრძნობს, რომ მაგას აქ ძალიან დიდი ძალა უკან, მის უკან, ანუ შეუძლია რაღაცა გააკეთოს, უბრალოდ შეიძლება გაქვთ ეს პერიოდი, რომ არ ვიცი, როგორ გავაკეთო, რანაირად გავაკეთო, როგორ მივაღწიო, იმას, რომ ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო წინ წავიდეს რა. შეიძლება ზოგისთვის აქ არის პრობლემა კიდე, ასე წოდებული თქვათ, ეხლა მამაკაცთან გოგოებო, თქვენს ფიქრობთ ბევრ რაღაცას, რომ არ იცით რა მომავალი მელოდება ამ ადამიანთან, აქ იქნება ეს კითხვაც დასმული, რა თქმა უნდა, მაგრამ ბიჭებისთვისაც არის ეს თემა, უეჭველი, იმიტომ რომ გამოდის ეგრევე ქვერთხების მეფე და ამით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ბიჭებიც ახლა ის არიან ესეთ სიტუაციაში, რომ ფიქრობენ რა გავაკეთო, ანუ ბევრი არის, როგორ იცით, აქ ძალიან საინტერესო არის შვიდიანი ქვერთხების, როცა ადამიანი მართლა შეიძლება პრაქტიკებს აკეთებს, შეიძლება ბევრს ფიქრობს, შეიძლება ცდილობს თუნდაც შეინარჩუნოს ის, რაც უკვე აქვს, მაგრამ კიდე მაინც ეს კარტები არის მომავლის რა, როცა ადამიანი ნამდვილად ფიქრობს, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ახლა როგორი სიტუაცია, აქ რაღაც გოგოებო, ძალიან ბევრი ინფორმაციას თქვენც მიიღებთ, მაგრამ თქვენც მამაკაცებს და ბიჭებიც თუ უყურებენ, რა თქმა უნდა, კაი ინფორმაციას მიიღებენ, იმიტომ რომ აქ იცით როგორი სიტუაცია არის, პრინციპში ადამიანს ახლა შეიძლება გქონდეს რაღაცა კრიზისი, ერთგვარი, მაგრამ უნდა ძალიან რომ ეს ყველანაირად ეს კრიზისები და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ნამდვილად მშვიდი ნორმალური მომავალი გქონდეს, მაგრამ სადაც იქნება ეს ადამიანი წარმატებული. აი ეგეთი ენერგიები მოდის, სადაც იქნება ჰარმონია, სადაც იქნება ყველაფერი კარგი და თუ დაუშვათ ჩვენ თქვენს პარტნიორს შევეხოთ, თუ დაუშვათ ახლა სასიყვარულო თემები თქვენ რამე გაწუხებთ, თქვენ ნამდვილად გინდათ რომ ეს კრიზისები დამთავრდეს, თქვენი აი ეს ქვერთხების მეფე, რომელიც შეიძლება სუძიებაში არის ბოლოს და ბოლოს თავის თავი იპოვოს და ნორმალური ურთიერთობა, ნორმალური ენერგიების მიმოცვლა დაიწყოს თქვენ შორის და აი ესეთი კარგი კი, აქ ნახათ, აქ სულ მეფე, არ ვიცი მე გოგოებო, ან თქვენ შეიძლება ხართ ისეთ ძიებაში, რომ თქვათ მე მინდა ნამდვილად, რომ ჩემ ცხოვრებაში შემოვედეს ადამიანი, ვისაც მე შემიძლია ჰარმონიული ურთიერთობა დავამყარო, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, ვინც მიიღებს ნორმალურ მონაწილეობას ჩემს ურთიერთობაში, ანუ ზურგი არ შეაქციოს და გინდათ ნამდვილად, რომ სამომავლოდ ეს ადამიანი, ახლა თუ პაუზა გაქვთ, ნამდვილად გინდათ, რომ ეს ურთიერთობა დაიწყოს, მაგრამ თქვენ მამაკაცისგან მაინც გაქვთ ეს მოლოდინი, რომ ანუ სრულყოფილად იყოს თქვენ ცხოვრებაში და არა თქვათ ეხლა უბრალოდ სიტყვაზე მხოლოდ და მხოლოდ თქვათ სექსუალური თემები იყოს და ანუ თქვათ შეიძლება მოვიდეს წავედეს, როცა ადამიანი არ იღებს ესეც აი თქვათ სერიოზულობა არ აქვს თქვათ ურთიერთობაში და ნამდვილად თქვენ ეხლა გინდათ რომ ამ ადამიანმაც ეხლა სერიოზული ურთიერთობას სერიოზულობა მისცეს ურთიერთობას, იმიტომ რომ სხვაგვარად თქვენ თითქოს შეიძლება
даже ვერ ხედავთ ან მომავალს, ან უკვე ეს ბევრჯერ იყო ეს რაღაც მომენტები, რაღაც უსამართლობა და ასე შემდეგ. არ იქცეოდა როგორც სწორედ, მაგრამ სხვადასხვა აქ ბევრს ამ მამაკაცს უცხარით მადლობა, რომ თქვენ გამოგიყვანათ ეგა თქვათ იმ გზაზე, სადაც თქვენ შეიძლება ზოგმა დაიწყოს ეზოტერიკის სწავლა, შემდეგ რომ ყურუმი გამოდის, შეიძლება ბევრს ინტუიცია გაეხსნა, შეიძლება ბევრს რაღაცა ცოდნა გაეხსნა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეხლა ხართ სიტუაციაში აი ესეთში, რომ თითქოს მინდა გამოვიდე ამ გაორებული სიტუაციიდან, მინდა რომ უკვე ძალა ბოლოს და ბოლოს მოვიკრიბო და რაღაცა შეიცვალოს და ნამდვილად ეგ სიტუაციები თუ გააქვთ თქვენ რაღაცა აი შებოჭილი ხართ, ცვლილება გინდა, ძალიან გინდათ გამოსვლა, შეიძლება ზოგთან მართლა არის ძალიან დიდი ხანი გრძელდება სიტუაცია, როცა თქვენ თავს ვერ პოვლობთ, შეიძლება ფიქრობთ, რომ რა გავაკეთო, ეს ჩემი გზა როგორ გავაგრძელო, რა როდემდე უნდა იყოს ეს ყველაფერი ასე თქვათ რაღაცნაირად, აქ ადამიანის ყოველთვის ეძებს ძალიან თავის დანიშნულებას, შეიძლება სამსახურს ეძებს, შეიძლება ფიქრობთ, ან ბევრს რამეს მუშაობს თქვენ თავზე, სწავლობთ. გოგოები რა თქმა უნდა სწავლობენ, ეხლა როგორ გახდნენ, ეხლა კი, აქ ბევრი გამოვლილი გაქვს. ძალიან მაგარი ენერგიები არის, თქვენ პრინციპში უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ გაიგოთ სამომავლოდ რა იქნება, როგორ მინდა გამარჯვებული ვიყო, მინდა ყველაფერი კარგად მქონდეს, მინდა რომ პრობლემები თუ რამე მქონდა, თუნდაც სასიყვარულო თემებში, ხო, თუნდაც იმაში, რომ მე ვერ პოვლობდი ჩემს თავს, ბოლოს და ბოლოს დასრულდა, იმიტომ რომ ლოდინი უკვე აღარ შემიძლია, მინდა ბედნიერება, მინდა სიუხვე, მაგრამ ვფიქრობ როგორ რანაირად. ვკითხოთ ახლა ჩვენ ტაროს, თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია. იმიტომ არის ეს კითხვები მომზადებული, მაგრამ რომ ჩვენ ვკითხოთ, აბა რა იქნება, აქ როგორ უნდა ეს ბედნიერი მომავალი, როგორ უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ავიღოთ ახლა რა ვიცი რა ის დასწა წამოვიდა, კაი. სხვა მინდოდა, მაგრამ ეს წამოვიდა. ბატონო, ნახოთ ის იგი მაგას აქ ინფორმაცია ჩვენთვის. ეხლა ვკითხოთ ახლა თქვენი მომავალი ენერგია რა იქნება? მთავარი ცვლილებები, რომლებიც გელოდება თქვენ. ესაც ვნახოთ, მთავარი რა იქნება, რა სფეროში ვნახოთ ახლა იქნება ეს პირველ რიგში. ვნახოთ ახლა რა იქნება ასეთი ბედის მოულოდნელი შემოbrunება. ესაც ვნახოთ ჩვენ, კარტებს გაჩვენებთ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაც ისე დღეს არ ჩანს კარგად, ხო? შემდეგი, რა შემოვა, ან ვინ შემოვა თქვენ ცხოვრებაში რა, შეიძლება ახალი შესაძლებლობები, ახალი ადამიანები, ახალი წინადადება, ვნახოთ რა იქნება. რა უნდა გაუშვათ თქვენ იმისათვის, რომ ეს მომავალი უკვე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში რა. შეიძლება შიშები გქონოთ, რაღაცა მიჯატულებები გქონდეს, შეიძლება რაღაცა წარსული რაღაცა ეტაპები გიშლით ხელს, იმიტომ რომ არის ხოლმე ზოგჯერ ეგ მომენტებიც და ვნახოთ, უკვე შედეგი რა იქნება, როგორი გახდება ეს თქვენი მომავალი, რომელიც უნდა ვაქციოთ ჩვენ ამ ყველაში, ხო? აქ ნახეთ, ახლა როგორ ხართ, ეს შეხედეთ, ახლა ბოლოში არის 10-იანი თასები, ეს უკვე გვეუბნებიან, რომ მართლა ყველაფერი თქვენ თვითონ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბედნიერება. კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ. პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს იმისი, თქვენი მომავლის ენერგია. აქ არის მრავალფეროვანი იქნება თქვენი მომავლის ენერგია. ვნახოთ აბა ეხლა ჩვენ ტარო რას გვეტყვის, ესე იგი რას გულისხმობს აქ, იმიტომ რომ თქვენი მდგომარეობა როგორ იქნება, ხო გეუბნებით, რომ ნამდვილად, ეს არის აი მრავალფეროვანი. აქ ყველაფერი, ყველას შეიძლება ჩაერთობა თქვენ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება даже ბევრი ოცნებაც აგისრულდეთ თქვენ. так, ვნახოთ აბა. ვნახოთ ახლა. კი ბატონო. დასრულდება და რა ენერგია? რა ენერგია? შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება აქ თქვენ თუ გაქვთ ოცნება, რომ აი ნახეთ ახლა რამდენიმე გეტყვით მე თქვენ ახლა აქ ვარიანტს. პირველი სიტუაცია, ესე იგი საერთოდ თქვენ დაასრულებთ რას? აქ ნახეთ, შეიძლება
Даже როგორ მოდის იცით ინფორმაცია ისეთი იქნება თქვენი ანუ მდგომარეობა რომ თქვენ даже შეიძლება ვერც წარმოიდგენთ შეიძლება აი ბევრი არჩევანიც გექნებათ მაგრამ თავარი აქ სრულდება რაღაცა პერიოდი როცა თქვენ შეიძლება ბევრი რაღაცა არც გიხაროთ შეიძლება ურთიერთობაში გქონდათ პრობლემები შეიძლება ადამიანი აი აქაც ხო გვაჩვენეს ჩვენ რომ თქვენი საყვარელი თქვა ადამიანი ან ადამიანი აქ даже ორი ვარიანტი შეიძლება მარტო იყავით თქვენ და სრულით ურთიერთობა რაღაცა და უკვე შეიძლება ფიქრობდეთ რომ აი საერთოდ მე ღირსება თუ არა მე ბედნიერება რა და აი აქ შემიძლია გითხრათ რომ ბევრისთვის ან ახალი ადამიანი შემოდის ხო თუ არავინ არ ყავდათ თუ ყავთ თქვენ და აი ეს მომენტები გქონდათ თქვენ რაღაც გაუგებარი აქ ადამიანი შეცვლის რაღაცა თითქოს თავის ქმედებას რა და მაგით ახლა კი ნამდვილად შეიცვლება აი ზუსტად ნამდვილად შეიძლება დამოკიდებულება და სხვათა შორის მე შემიძლია გითხრათ კიდე ერთხელ კიდე გამოდის კურმე აქ არის ბევრისთვის ეს ინფორმაცია რომ თქვენ ნამდვილად თქვენ თუ გაქვთ დაუშვათ ოცნება რაღაც ოცნება რომ თქვათ მე მინდა რომ ანუ გავიდე აი დაუშვათ რამე ცოდნა გაქვს ხო ან ახალ ცოდნას მიიღებთ თქვენ ამ ადამიანის მეშვეობით იმიტომ რომ მე სულ მაგას გეუბნებით რომ ჩვენ ახლა უფრო მეტად გვეხსნება ჩვენი თქვათ ახლა თუნდაც პირად დანიშნულ ხშირ შემთხვევაში ხდება როცა ანუ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ხო შეიძლება ახლა ზოგისთვის ახლა ცხოვრებაში ესეთი რაღაცა მომენტები ხდება რომელიც ჩვენ მერე გვაძლევს რაღაცა ბიცხს რომ ჩვენ გავერკვიოთ რატომ მოხდა ეს რისთვის მოხდა რატო ხდება ამიტომ არის ხშირად ეს პარტნიორული ურთიერთობის მეშვეობით რა და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ აქ ეს პარტნიორი თქვენი აქ ბევრისთვის ან პარტნიორი თქვენ ეხლა ისეთ ენერგიებში შეგიყვანთ რომ ნამდვილად ბევრ რაღაცას ისეც გახსნით თქვენში რაც შეიძლება დახურული იყო და ან იყო თქვენთვის ცოტა შეიძლება და რაღაცა უცნობი რა ვიცი უცნაური ხო რაღაცა არჩევანს გააკეთებთ ძალიან კარგს და ნამდვილად კიდე ბევრი თქვენთაგანი გასცემს ცოდნას რომელიც თქვენ გქონდათ თქვათ ეხლა არ გაძლევდით რომ ყველას ჩვენ გვაქვს რაღაცა დანიშნულება რა თქმა უნდა როცა მატრიცას ვაკეთებ იქ ეგრევე წერია რა და როგორ ეს უფრო ადვილად მისაღები ინფორმაცია არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ даже ურთიერთობაც იქნება ისეთი მაგ ადამიანთანაც შემიძლია გითხრათ რომ ჯერჯერობით რომ თქვენ არც იცით, ვერც წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ სიტუაცია იქნება ის, რომ რაზე მიყვებიან კიდე იცით, თუ ურთიერთობას ეხება, ესე იგი აქ ადამიანი, თქვენი მამაკაცი ძალიან კარგად მიხვდა იმას, რომ ნამდვილად თქვენ აქ თქვენი მეშვეობით აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ იმოქმედეთ ამ ადამიანზე, რომ მას ეფიქრა, ეწინააღმდეგებოდა ეს ადამიანი ბევრ რაღაცას შეიძლება даже თუ ურთიერთობა დასრულებული ქონდა, ფიქრობდა ეს ადამიანი, ახლა სულთან აქ გელაპარაკებით. ფიქრობდა ეს ადამიანი даже შეიძლება რომ დავასრულო ეს ურთიერთობა, მაგრამ ვერ დაასრულა, იმიტომ რომ პირიქით მაგას ახლა არა, აქ შეიცვალა სიტუაცია და ნამდვილად მიხვდა ამ ადამიანმა რომ მე ჩემ თავს ვატყუებ, არ შემიძლია მე ამ სიყვარულის გარეშე და აქ იცვლება თქვენი პარტნიორი, რა ვიცი, რაღაცა ესეთი იცვლება, ეთყობა ვისთვისაც არის მნიშვნელოვანი იმენა ურთიერთობა, იცოდეთ რომ თქვენი პარტნიორი ძალიან შეიცვლება. იმიტომ რომ ბევრ რაღაცებს გაიგებს, თუ პაუზა გქონდათ, ან დასასრული გქონდათ, იცოდეთ რომ რაღაც ახალ ეტაპზე გადეხართ თქვენ, სადაც და თან ისეთი ცვლილებები იქნება, რომელიც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდეთ, გამიგეთ რა ხდება? აი ძალიან ესეთი ცვლილება. თუ დაუშვათ ახლა პარტნიორს არაფერი არ ეხება და ეს მხოლოდ თქვენი სიტუაცია, თქვენ გექნებათ რაღაცა ისეთი გახსნა თქვენში, რასაც შეიძლება თქვენ ეწინააღმდეგებოდეთ, საერთოდ რასაც მე ვეწინააღმდეგები, იმას უნდა მივაქციო ყურადღება, რატომ ვეწინააღმდეგები იქნება, არის რაღაცა მნიშვნელოვანია მაგ სიტუაციაში და შეიძლება მოვსინჯო მაინც. ძალიან იმპერატრიცა რა, ყველა ვარიანტში თქვენს აქ ძალიან იცვლებთ, თქვენ იყავებთ რაღაცა თქვენს პოზიციებს, რა პოზიციები თქვენ დაიმსახურეთ და თქვენ შედიხართ, ანუ სიუხვეში ძალიან როგორ იცით, აი დიდი ხნით რო იტყვიან რა. რაღაცა აქ უბრალოდ შეიძლება მაჩვენეს რაღაცა თქვენი პროცესი, როგორ მიაღწევთ თქვენ იქამდე რა.
თუ იცანით, ხა ეგაც რა ვიცი, ერთგვარი სიგნიფიკაცია გამოვიდა, ნუ და რომ იცის ხოლმე ჩემთან ეგეთ საუბარს, რა ერთ რამეს ვეკითხები, უნდა მომიყოს მთელი ისტორია. ამიტომ შეიძლება ეს უკვე იყო მომხდარი არის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენი აი ეს ყველაფერი მომენტები შეიძლება ზოგი თქვა даже დაბრუნდება საზღვარგარეთიდან შეიძლება თქვენ იყავით წასული იქ, მაგრამ უკვე ბრუნდებით რა და აი ზუსტად იქ თქვენ რო დაბრუნდებით, რაღაცა იცვლება, შეიძლება ზოგი თქვა მართლა დაშორდა პარტნიორს და ну უკვე ვეღარ თქვათ იყო ესეთ ურთიერთობაში, სადაც უკვე ну თქვათ გაუსაძლისი იყო და უკვე ანუ ზოგის შეიძლება даже აქ ტყუილებიც იყო, რაღაცა შეიძლება იყავეთ ახლა რაღაცის გამო პარტნიორთან, ну ბევრი ინფორმაცია მოდის, იმიტომ რომ მართლა საჯარო გაშლაში თქვენ იცით უკვე რომ სხვადასხვა ისტორიები გაქვთ, ეს ისტორია არ შეიძლება რომ იყოს პირადი გაშლა არ არის და ხო და ამიტომ აქ არის ეს სიტუაცია, რომ თქვენ შეიძლება ზოგისთვის პირიქით გქონდათ რაღაცა მომენტი, რომ თქვენ ახლა დაელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს, უთხარით რომ უკვე სიტუაცია შეუძლებელი, აი ეს даже უფრო შეიძლება იმათ ეხება, ვინც თქვა შეიძლება დაბრუნებას აპირებს, თქვათ ახლა რაღაც საზღვარგარეთიდან აღარ მინდა იქ ყოფნა, მინდა დავბრუნდე. არ ვიცი, შეიძლება ეს არის წერტილოვანი ინფორმაცია, მაგრამ აქ არის ზუსტად ეს თემა, რომ ნამდვილად მე უნდა დავბრუნდე, მე მაქვს ჩემი ცხოვრება და აი აქ ადამიანთან გქონდათ საუბარი, მაგრამ ეს თქვენთან ეს ენერგია იმაში არის, რომ თქვენ სადაც ბრუნდებით, ხო? აი მანდ იქნება ყველაფერი ძალიან კარგად, სტაბილურად და არ შეგეშინდეთ. აქ даже თუ რამე ცოდნაც გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ეს ცოდნა მერე გამოიყვენოთ და იქნებით ძალიან წარმატებული და ფინანსურადაც კარგად იქნებით და ძალიან გახარებული, გაგეხსნებათ ახალი გზა, სადაც თქვენს თავს იგრძნობთ აი ძალიან ჰარმონიულად, კარგად და ну აი ხა მაგალითად ну ჩემს თავს მივცემ უფლებას რომ ჩემი ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს საზღვარგარეთ და ვიცი რომ გოგოებს დაბრუნება უნდათ და ანუ ამ საქმიანობას იმიტომ სწავლობენ რომ აქ ახლა მე მკითხავებს არავის არ ვზრდი მე ვზრდი ძალიან ღრმა ექსპერტებს და ამიტომ აი ვისაც გინდათ გოგოებო ჩემებო დაბრუნება და თქვა თქვენ მოკიდოთ ხელი თქვა ამ საქმიანობას ძალიან კარგად გამოგივათ დაბრუნდეთ არ შეგეშინდეთ ეს ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია თქვენთვისაც არის უბრალოდ ну ახლა თქვენ იცით როგორ მიყვარხარ და თქვენთვის რა თქმა უნდა როცა მოდის ინფორმაცია განსაკუთრებულად გეუბნებით შემდეგი კითხვა ჩვენ გვაქვს ესე იგი ანუ მთავარი ცვლილებები რომელიც თქვენ გელოდებათ ანუ რომელიც უკვე მოდის თქვენს ცხოვრებაში აი ზუსტად აქ არის რაღაცა იცით როგორი მომენტი, ანუ გაღვიძების მომენტი არის, როცა უკვე შენ ნამდვილად რაღაცა პერიოდი შეიძლება შენ მაგ პერიოდსაც ეწინააღმდეგებოდეს, თუ დაუშვ, აი აქაც გვაჩვენეთ ჩვენ სიგნიფიკაციაში დავიდან ხო დავინახეთ, რომ რაღაცა შეიძლება იყოს სიტუაცია ცოტა მერყეობდეთ, მაგრამ აი გვეუბნებიან, რომ თავარი არის გაღვიძება, ეს არის ძამაგარი რაღაცა. ну ეხა პერიოდიც ისეთი იწყება ეხლა დედამიწაზე რომ ბევრი ადამიანს გააღვიძებენ გასნიშნავს გაღვიძება როგორც აი მე ჩემ მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე მე თქვენ არაფერს არ გასწავლეთ მე თქვენ გაღვიძებთ ანუ თუ რამე გაქვთ თქვენ ეხლა ცოდნა თუ რამე თქვათ გინდა თქვენ საქმიანობა თუ აი გინდათ ურთიერთობის თქვათ თუ შევეხოთ არ ვიცი ყოველას თავისი სიტუაცია ანუ გამოღვიძება სხვანაირად ვუყურებ ურთიერთობას სხვანაირად ვიწყებ დამოკიდებულებას პარტნიორთან სხვანაირად შეიძლება ანუ მივხვდი რომ თქვათ უნდა ურთიერთობა რა საქმიანობაც წავიყო ანუ სხვანაირად აი ნახოთ მოდით კიდე ახლა ანუ აქ რაც გვეუბნებიან სად არის მიმართულება საერთკენ ну ტრანსფორმაცია ხო გითხარით რა აქ იქნება როგორი მომენტი, იცით, როცა თქვენ გამოდიხართ როგორი სიტუაციიდან. ანუ პრინციპში თუ თქვენ ადრე ეწინააღმდეგებოდეთ დაუშვით თქვენს გულს არის კიდევაც მაგასთან ვიმეორებ ამასთან ვუბრუნდები რომ როცა დაუშვით არის რაღაცა მომენტი, ნახეთ მიაქციეთ ძალიან ყურადღება იმ საკითხს როცა როგორ კარგად აგიხსნათ იცით, აი ну სიტყვაზე მოდით მაგალითი მინდა ვისწავლოთ არო ხო მაგრამ თან მინდა თან მეწინააღმდეგება რაღაცა ენერგია იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები რომელიც თქვათ ახლა მეუბნებიან არ გამოგივა ან ვერ შეძლებ ან ამდენი ტაროლოგი ან
გინდა თქვათ მხატვარი იყო, ხო? გინდა რომ შენ გააკეთო გამოფენა, ხო? გეუბნებიან რომ აი არა და რაღაცა და ან უცბად შენ გაიგზავნა თქვი რომ არა, ჩემი სული ითხოვს, მე მინდა რომ დაინახონ, დაუშვო ჩემი ნამუშევარი, მე მინდა რომ თქვათ ახლა გავაკეთო, ანუ თუნდაც ინტერნეტში დავდო დაუშვო ჩემი ნამუშევარი, ხო? რომ ნახონ ხალხმა რო თქვათ აი ეს მინდა რა, ანუ ვინც ნახავს, მინდა რა. აი რაღაც ეგეთი ცვლილებები შემოდის, გამიგეთ? როცა თქვენ ახლა უკვე ანუ თქვენს გზას და თქვენს სულს უკვე აღარ ეწინააღმდეგებით, გამიგეთ? თქვენ უკვე აი თითქოს მოერევით ამ ნუ აქ даже შემიძლია ვთქვა რომ ცოტა პატარა ნუ ეგოზე იმდენად არა, მაგრამ აი რაც გაჩერებდათ თქვენ მაგას ხო რაც გაჩერებდათ კი მადლობა ახალი ძალებს რაც აი თითქოს წავა თქვენი რაღაცა დარდი და თქვენ რასაც აი თქვათ არ მინდა ვისწავლო და აი რატ არ მინდა მაგრამ მიზიდას მაგრამ არ მინდა აქ წავიდე მაგრამ აი შეიცვლება, ძალიან შეიცვლება და თქვენთვის ეს იქნება აი კი ბატონო და გაიხარებთ ძალიან, გაიგეთ? აქ გაიღვიძებს თქვენში, თქვენ შეხვალთ, ბევრი შეხვალთ ნაკადში. ნახეთ, რას ნიშნავს ნაკადში შესვლა? ანუ ბევრს სხვადასხვა ჩემთან ვინც მოდიან, ეს პროგრამა აქ სუფთა ნაკადი, რას ნიშნავს? როცა ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავის ენერგიას, გრძნობს იმას, ცვლილებებს და თვითონაც როცა ცვლის რაღაცას თავის ცხოვრებაში, მაგის მეშვეობით ეცვლება ცხოვრებას სხვებსაც. ანუ ეს აი ძალიან ხშირად არის ეს პირველი ენერგია, მე-10 ენერგია, მე-19 ენერგია, ხო? ანუ ადამიანები, რომელიც თქვათ ახლა ძალიან აი ნუ იღებენ ინფორმაციას რა, ანუ უსმენენ თავის გულს, უსმენენ სულს, არიან ძალიან ახლოს მაღალ ძალებთან და აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ ამ თქვენი მთავარი ცვლილებებით რაც არის, ხო? ანუ აქ შეიცვლება თქვენი დარდი ბედნიერებად რა, ძალიან კმაყოფილი დარჩებით. არ ვიცი ახლა დაიჭირეთ ეს ინფორმაცია, ნაკადიდან გელაპარაკებით დღეს რაღაც სასწაულო. ნუ ისედაც ყოველთვის მასეა, მაგრამ დღეს მინდა ხო ხედავთ ვერც ვჩერდები და მეგონი კაი ესეთი გამართული ქართული მაქვს მე თვითონ მომწონს. ხო ხედავთ? რას ნიშნავს ნაკადში? მუშაობა. ნახოთ ახლა რა სფეროში გექნება თქვენ ახლა ეს მოხდება ეს გარღვევა რა. ანუ სად იქნება? სფეროზე რა მოგახსენოთ, მაგრამ აქ მაღალი ძალები გვეუბნებიან, რომ მართლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება სულ ყველა სფეროებშიც მოხდეს რაღაცა ცვლილება, იმიტომ რომ მე-20 არკანი ეს როცა თვითბედი ირთვება, როცა ირთვება უკვე თქვენი საგვარეულო ირთვება და აქ ნამდვილად ახლა იქნება აი ყველა სფეროზე ვეტყოდე, მოდით მაინც ვნახავ ახლა რა სფეროებში. აი ზუსტად მაგას მეუბნებიან ყველა სფეროებში რა. თქვენი მიდის აქ აღიარება, თქვენი მიდის აქ ანუ ნახეთ ახლა ორიანი არის აქ კვერთხების და იმპერატორი. ანუ რას ნიშნავს? აქ ახლა არ არის მაინც აუცილებლობა რომ ჩვენ წავიკითხოთ როგორც ვთქვათ ახლა სასიყვარულო თემა, იმიტომ რომ თასები რო იყოს, კიდე ხო აქ არის კვერთხები. ანუ რას ნიშნავს იმპერატორი? იმპერატორი არის პიროვნება, რომელიც არის ნამდვილად პროფესიონალი თავის საქმეზე, როცა მე მინდა პროფესიონალი ჩემი ავამაღლო, როცა მე მინდა რომ დაუშვოთ, ანუ რაღაცა ახალი პროფესიონალიზმი იწყება რა. შეიძლება ეს მართლა ბევრ სფეროსაც შეეხოს რა. კიდე უფრო ნუ აი კიდე ნახეთ ახლა იგივე კარტს მაჩვენებს. ანუ ნახეთ ბევრი თქვენთაგანი სხვათა შორის სხვანაირად, მოდით ნახეთ რა მომენტი მოდის. Так, ეხლა ვეგეტყვით. აი რასაც აქ даже უფრო იმას მეუბნებიან, რომ ისეთი ცვლილება მოხდება, რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. კი, შეიძლება თქვენ ოცნებობდით. დაუშვოთ. რას ნიშნავს ახლა 4 იმპერატორი? მე ვიპოვე ჩემი საქმე, რომელშიც მე უკვე всё დამკვიდრდე და მე ვიცი რომ ეს არის რაც მე მინდა ვაკეთო. მე ავირჩიე თქვა რაღაცა ბიზნესი. აი აქ თითქოს როგორი თემა არის? ან რაზეც თქვენ ბევრს ფიქრობდით და ნერვიულობდით, ან რაზეც თქვენ ცდილობდით რომ რაღაცა არჩევანი მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ მე მინდა რომ თუ რამეს მოვკიდებ ხელს, მე ვიყო პროფესიონალი. მე მინდა რომ ჩემი საქმე და ანუ რასაც მე ვაკეთებ, გავაკეთო იმენა ისე რომ თქვა საჭიროც ვიყო სხვებისთვის, მაგრამ კი მაგ რაღაცა ეჭვი, არ ვიცი გამომივა თუ არ გამომივა, მაგრამ გამოგივათ რა. ანუ გამოგიყვანებენ, მაღალი ძალები გაჩვენებენ თქვენს გზას. ამისათვის
ძალიან კარგი არის პრაქტიკა, რომ თქვენ დაუშვოთ, რომ სთხოვოთ მაღალ ძალებს, რომ ღმერთო, ჩემო საგვარეულო, მაჩვენე ჩემი გზა, რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია კიდე გავაკეთო, სად შემიძლია ჩემი პროფესიონალიზმი უფრო კიდე მეტად განვახორციელო, რატო? იმიტომ რომ თქვენ როცა რამეს აი ესეც აკეთებთ, რაც თქვენ გაქვთ დანიშნულება, რაც არის თქვენთვის, ხო? რაც არის თქვენი სულმა, რაც აირჩია, თუ თქვენ მაგას მიაგენით და იმ გზას გაყვებით, თქვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, სრულიად შეიცვლება. გამიგეთ რა ხდება? აი ეს მომენტი არის აქ ძალიან ძლიერი რა. ნახოთ ახლა ჩვენ რა არის, ანუ ბედის მოულოდნელი შემოbrunება რა იქნება, ბედის მოულოდნელი შემოbrunება იქნება რა. აი ნუ ხა გეუბნებ კიდე პენტაკლების, ანუ არის აქ რაღაცა შანსი არის რა. რაღაცა ახალ შანსს მოგცემენ. აქ სიახლე არის, აი უეჭველი სიახლე, სხვანაირად შეიძლება სხვათა შორის თქვენ შეხედავთ თქვენს პარტნიორსაც, ამასაც არ გამოვრიცხავ და ანუ უკვე შეიძლება ისეთ არჩევა, წახვალთ ამ ადამიანთანაც ახალ პერიოდზე, მხოლოდ ეს იქნება რაღაც სხვანაირი პერიოდი, კიდე მომიდა ინფორმაცია. ანუ აქ კიდე რას გვეუბნებიან, ანუ მოულოდნელი რა შეცვლის თქვენს რეალობას. აქ გეუბნებით თქვენ ვიღაცა დაიჭერთ რაღაცა შანსს, არ გამოვრიცხავ. ნახეთ, ეს საერთოდ რატო ამბობ სოლმის სწავლაზე, იმიტომ რომ საერთოდ, მასწავლებელი ვარ ჯერ ერთი, მეც ჩემი მადრიდით, ხო? ანუ ეს ამიჩნდა და მე სულ სწავლობ სულ მთელი ცხოვრება და ალბათ მაგიტომ კიდე. ეხლა ნახეთ, აქ არის როგორი მომენტი, პაჟი არის ამ პენტაკლების, ეს არის ადამიანი, რომ მე მაინტერესებს პაჟები საერთოდ არის სწავლა. მე რაღაცა მაინტერესებს, მე რაღაცა მინდა ვიცოდე, მე რაღაცა მინდა კიდე უფრო მეტად გავიგო, ხო? თუნდაც ახლა, როგორ განვახორციელო, თუნდაც ის ჩემი ცოდნა. ნახოთ ახლა, აბა რას გულისხმობ თქვენ, აი აქ რომ მოულოდნელად, რატო, რა არის მოულოდნელი? ამის სხვათა შორის ვიღაცას გოგოებო, ვის აქტუალური არის ეს სიტუაცია, იცოდეთ რომ თქვენ გექნებათ აქ ანუ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდებათ ვიღაცას, ანუ თუ თქვენ სთხოვდით მაღალ ძალებს, ღმერთს თუ სთხოვდით, თქვენთან მოვა ისეთი მამაკაცი, ვისგანაც თქვენ ადარჩებით ორსულად. ეს არის, ეგაც არის ძალიან ესეთი წერტილოვანი ინფორმაცია, რომ მოვა, ანუ თვით საგვარეულო გიგზავნით თქვენ მამაკაცს, ისეც ვისთანაც თქვენ თუ დაჟე თურმე, თუნდაც თქვენ შეიძლება ფიქრობდით, რომ არ მინდა შვილი სიტყვაზე გქონდათ, შეიძლება ეგეთი მომენტი, ან არ ვიცი რა გავაკეთო. აი ეს მომენტი მოვა, შეიძლება ფიქრობდით, რომ არსებობს თუ არა ესეთი ადამიანი, ვისაც მე შემიძლია დავეყრდნო და ვისთან ერთად შევიძლია წავიდე მე მომავალში და მასთან მე შევცვალო ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს საგვარეულო სარკანი არის და მე შვილი მინდა რა და აქ ნამდვილად ისეთ მამაკაცს გიგზავნიან თქვენ, ვისთანაც თქვენ შეძლებთ თქვენი საგვარეულოს გაგრძელება, ანუ არის ვიღაცის ეგეთი ინფორმაცია კიდე. ანუ აქ გოგებნეთ რაღაცა შანსი გეძლევა თქვენ ისეთი, რომ სადაც თქვენ გექნებათ სტაბილური ფულის შემოსვლა. ეს იქნება შეიძლება ახალი რამე სამსახური, ან რაღაცა ახალი პროექტი, ახალი რაღაცა მომენტები, სადაც თქვენ გელოდებათ ძალიან მაგარი სიუხვე, შეიძლება ზოგისთვის, ანუ უცბად წამოგივლენ კლიენტები, თქვათ, სრულიად არ ელოდებოდეთ დაუშვათ, ან ახალი კლიენტები, ან შეიძლება, აი ეს გეუბნებით, რომ ბევრი ინფორმაცია მოდის, მაგრამ ეს შანსი, რომელიც თქვენ მოგეცემათ იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ და გადახვიდეთ, ანუ 10-იანი პენტაკლების, ეს რა თქმა უნდა არის სიუხვე. თქვენ რაღაცა შეიძლება ან ცოდნა დაუშვათ, ახლა ისეთი ან იდეა შეიძლება ისეთი გაგიჩნდებათ რა და დაგაინტერესებს, რომ ანუ კიდე პასუხი, ნახეთ პასუხი. თუ თქვენ დაუშვოთ ამ კითხვას პასუხს მოიცადეთ. ანუ კითხვა გაქვთ, რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე იმისათვის, რომ თქვათ, მე ვიცხოვრო კარგად სიუხვეში და ვიყო საჭირო ხალხისთვის. აი აქ მოგივათ რაღაცა თქვენთან ისეთი პასუხი, მოგივათ შეტყობინება, მოგივათ შეიძლება ინსაიტი შეიძლება იყოს, აქ არ გამოვრიცხავ, შეიძლება ვიღაცა გეტყვის თქვენ, ვაფშე შეიძლება даже უცნობი ადამიანი შეიძლება მოვიდეს და გითხრას თქვენ, ან შემოგთავაზოს რაღაცა, ხო?
სიტუაციას, რომ სადაც თქვენ მიიღებთ წინსვლას. შეიძლება კიდე ნახეთ რა, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, სადმე დაგპატიჟებენ შეიძლება, სადაც იქნება აი წვეულებაზე, ან რაღაცა ისეთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, სადღაც, სადაც მოხდება ძალიან მაგარი ენერგიების მიმოსვლა, გაცნობები, ანუ საჭიროდ გაცნობები შეიძლება მოხდეს და ეს გაცნობები თქვენ გაგიყვანთ ძალიან მაღალ ასპარეზზე. ანუ ესე იგი შანსი არის, ანუ თითქოს შეიძლება, ყურადღებით იყავით, უარი არ თქვათ, შეიძლება ვიღაცა დაგპატიჟებს თქვენ ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლება თქვათ უცნობი სიტუაცია არის. კი, შეიძლება თქვენ გინდოდათ კიდევაც ეს, ხო? მაგრამ ეხლა არის უკვე როგორ მომენტი. აი რაღაც თითქოს არ ვიცი, წავიდეთ, არ წავიდეთ, წადეთ, იმიტომ რომ იქ თქვენ იმ ზეიმზე დაბადების დღეს შეიძლება იყოს ივენტი, არ ვიცი, სადღაც მოხდებით, სადაც მოხდება ძალიან მაგარი გაცნობა და თქვენ ეს გაცნობა გაგიყვანთ ძალიან მაღალ დონეზე. ისეთ ხალხს გაიცნობ და ისეთი სივრცეს გაგიხსნიან, სადაც თქვენ უკვე შეძლებთ ძალიან კარგი შემოსავალის მიღება. აი, ნახეთ, წაგვიყვანეს ახლა ჩვენ. მოდით ნახოთ, ესე იგი, ეს არის აი სრულიად მოულოდნელად. მივხვდეთ, ეს შეიძლება დღეს ხვალ ვიღაცა დაგირეკავს და გეტყოს, ვაიმე, ეხლა მინდა დაგპატიჟო ძალიან მაგარ ადგილას და ხო არ წამომყვებია, იმიტომ რომ რაღაცა, კი იქნება ცოტა ესეთი ხალხი, რომ არ იცნობ, მაგრამ არ ასეა, წადით. აუცილებლად ეს იქნება რაღაც ან შეტყობინა ვიღაცაშმა დაგპატიჟოს, ეხლა მაგალითად ჩემს შემთხვევაში არის ესეთი მომენტი, თქვა უცბად სრულიად მოულოდნელად ვიღაცამ პატიჟობს, თქვა აი ივენტზე გვინდა დაგპატიჟოთ, ხო დაუშვოთ, ეხლა ხო აი მზად არა ხარ, მაგრამ მიდიხარ და მართლა ძალიან კარგი სიტუაციები ხდება ხოლმე და აი ეგეთი მომენტი უბრალოდ ეხლა როგორც მაგალითს გეუბნებით. ეხლა შემდეგი ნახოთ ჩვენ რა უნდა გაუშვათ თქვენ. მოიცადეთ, არა მოიცადეთ, ვინ შემოვათ, არამერიოს ახლა, არამერიოთ ახლა მე აქ რა. ანუ რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ან ვინ შემოვა, რა შესაძლებლობები, აქაც კი გვაჩვენეს, კიდე პაჟი. აღარ გავიმეორებ, გამიგეთ? ანუ აქ მოდის თქვენთან რაღაცა ინფორმაცია, მოდის რაღაცა ეს დაჟე აქ მოდის, აქედან გამომდინარე, როგორ შემიძლია და წავიკითხო. ახალი წყარო. შეიძლება თქვენ ხო გეუბნებით, რომ ფულის ახალი წყარო, იმიტომ რომ აი რაც მე თქვენ აქ მოგიყევით, ხო აქ პენტაკლები არის. სხვათა შორის ზოგი შეიძლება გადავა ოფლაინ მუშაობაში. აი დაიწყებს სახლიდან მუშაობას. და მართლა ძალიან კმაყოფილი იქნებით მაგით, აი ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ წამოვლენ ხალხი თქვენთან რა. თუ გავუშვათ თქვენ ექსპერტი ხართ სიტყვაზე, ხო? და აი აქ ნახეთ ზუსტად ესე იგი, ეს ახალი რაღაცა კიდე წყარო შემოსავლის მოდის თქვენთან, სრულიად მოულოდნელად. უკვე აგიხსწერეთ და ეხლა ნახეთ, ანუ რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ან ვინ, აი ეს კიდე გეუბნებით, რომ აქ ახალი ინფორმაციები შემოდის, ანუ ორი პაჟი, ანუ ეს არის სიახლე, რა თქმა უნდა, და ეს არის შესაძლებლობები, ეს არის ადამიანებიც არის, ეს არის წინადადებებიც. მიხვდით, პაჟი არის ეგეთი რაღაცა, მხოლოდ ახალი. ესე იქნება ასე. Так, შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ რა უნდა გაუშვათ თქვენ ამ მომავლისთვის, რა უნდა გაუშვოთ. აი ეს რომ ნახეთ, ხმალების დედოფალი არის, როგორი რა უნდა გაუშვოთ. ამ შემთხვევაში მე ვეტყოდი, რომ თქვენ აი რას გეუბნებოდეთ, აქ ნახეთ, წინააღმდეგობა, ხო? აი როცა მე არ მჯერა, მე ცოდნა არ მაქვს, მე ჯერ არ შემიძლია და მე რა ვიცი, აი რა ვქნა, აი ეგეთი რაღაცა უნდა გაუშვათ თქვენ, იმიტომ რომ ხმალების დედოფალი არის ჭკვიანი ადამიანი. კი, აი ზუსტად რა. აქ ხო, აი ეს უნდა გაუშვათ თქვენ, რომ აი არ ვიცი, ანუ ფიქრები რა, ზედმეტი ფიქრები უნდა გაუშვათ თქვენ, რომ აი გამომივა, არ გამომივა, აი ეს მინდა, არ მინდა, რაღაც აი ეგეთი რამეები, მჯერა, არ მჯერა, აი ეს უნდა გაუშვათ თქვენ და პლუს კიდე რომ აი აქ შეიძლება ნახეთ მაჩვენებენ, რომ ცოდნა გააქვთ, ძალიან მაგარი ცოდნა გააქვთ, ძალიან აი გინდათ ეს წინსვლაც გინდათ, ხო? მაგრამ აი რაღაცა გულიდაც გინდათ, გამიგეთ, მაგრამ აი რაღაცა თვითონ თქვენს თავს უკეთებთ გზას.
ამიტომ გახსნილი იყავით რა პაჟები, გახსენი შენი შესაძლებლობები, ანუ გული გახსენი, შედი იმ ახალში რა, ნუ გეშინია რა, ნუ გეშინია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. ამიტომ ეს უნდა გაუშვა. ეს ყველანაირი, აი ეს შენი სიტუაციები, რომელიც შენ ფიქრობ, რომ არ გამომივა. კი, შედით, აი რას გითხარით, შედით იმ ახალში, შედით. იმიტომ რომ აქ თქვენ გელოდებათ ძალიან მაგარი სიუხვე, ძალიან მაგარი ბედნიერება და ბევრი ფული გელოდებათ. აქ სუპენტაკლები არის, რა ვიცი. ანუ როგორი იქნება თქვენი მომავალი, თქვენი მდგომარეობა ან ცხოვრების თქვათ იქნება დონე ისეთი რომ თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. ნახეთ, აქ მე რო ვკითხე რა უნდა გაუშვა, ხო? აი აქაც გამოვიდათ ასების ტუზი. არ მჯერა მე ბედნიერების, მე არ მჯერა რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს შენ ცხოვრებაში. მე არ მჯერა რომ მე მელოდება კარგი თქვათ, ბედნიერი, მე არა ვარ ღირსი ბედნიერების. გამიგეთ, ტვინი თქვენი გათიშეთ, იმიტომ რომ ტვინი არის ზუსტად ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. უსმინეთ თქვენს გულს, უსმინეთ თქვენს სულს. გამიგეთ, აქ თასები რომ ნუ გონებით მარტო, ნუ ცხოვრობ მარტო გონებით რა. და გეუბნებიან რომ იმიტომ რომ შენ აი მართლა არ უსმენ შეიძლება ბევრ შემთხვევაში, მინდა განახოთ რა. ბევრ შემთხვევაში ეჭვი გეპარება თქვენ და სულს არ უსმენ თქვენ. გამიგეთ, ამ დროს სულს უნდა რომ ბოლოს და ბოლოს მეც ვაქავარ, მეც მომისმინე, მეც დამიჯერე, მე ხო გამიგეთ და აი ზუსტად ეს არის რომ თქვენ ზუსტად თქვენი მდგომარეობა, თქვენი ყველანაირად შინაგანი განწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ მე მჯერავ იმისი, რომ ყველაფერი კარგი თუ რამე არსებობს ამ დედამიწაზე არის ჩემთვის. მე ვარ უკვე ბედნიერი, მე ვარ უკვე სიუხვეში მაცხოვრებელი, მე უკვე ვუყვარ ვარ, მე ვარ ყველაფერი კარგის ღირსი, იმიტომ რომ დავიბადე და მაქვს ამისი უფლება, რომ მე ეს ყველაფერი თუ რამე არის შექმნილი, ღმერთმა ჩემთვის შექმნა, ეგა ჩემთვის. და არა მარტო პეტრისთვის და პავლესთვის, ჩემთვის, მაგრამ მე უნდა მჯეროდეს იმისი, რომ ეს არის ჩემი და ჩემთვის. გამიგეთ, ეს მდგომარეობა უნდა გქონდეთ, რომ ნამდვილად ეს ყველაფერი, რაც კი მოდის, მე მჯერავს, მე ვიცი, რომ ღმერთს მე ვუყვარ ვარ და ნამდვილად ყველაფერი თუ რამე არსებობს საუკეთესო დედამიწის ზურგზე, უნდა ჩემთვის. ჩემთვის უნდა, იმიტომ მისი შვილი ვარ, მისი ნაწილი ვარ და ამიტომ რა თქმა უნდა არ არსებობს რომ ღმერთმა ჩემთვის რამე ცუდი მოინდომოს. რა მიშლის ხელს, აი ზუსტად როცა მოდი ეხლა ლოგიკურად ვიმჯელოთ. მოდი ეხლა ჩავრთოთ ჩვენ ტვინი. აი მაგას ვიძახე სულ. ადამიანები დადიან ეკლესიაში, ხო? მიდიან ლოცულობენ ღმერთს, ინახავენ 1000 რაღაცებს, ხო? მაგრამ მერე გულს კი არ რთავენ გონებას, ხო? და ეხლა რას ქვია, შენ თუ მიდიხარ ლოცულობ, შენ თუ ღმერთს ენდობი, ხო? რატომ აი ერთი კითხვა მებადება, ეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე. აი მართლა გეფიცებით ყველაფერს, რომ მე თუ მივდივარ, თქვენ თუ გაქვთ პასუხი მომწერეთ. მე არ ვიცი. მე რო დავდივარ ეკლესიაში, მე რო ვიცი რომ თქვა, იქ უსმენ ლოცვას, მე რო ვხედავ რომ იქ ამბობენ რომ აი ღმერთს უნდა სიკეთე, ღმერთის შვილები ვართ, ხო? ანუ ესე იგი, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეს? რატო არ მჯერა მე სახში რომ მომდივარ? რომ ყველაფერი თუ რამე არის, ჩემთვის არის. რატო არ მჯერა? რატო არ მჯერა ის რომ ღმერთი ჩემთან არის, ღმერთი ჩემს გვერდით არის სულ. ღმერთი სულ მეხმარება. თუ უნდა, უბრალოდ უნდა ვენდო და რათ მინდა ეს ეჭვები, რათ მინდა ეს რაღაცა ფიქრები, რომ არა, თუ გჯერა მაღალი ძალების, ოკეი, მაღალი ძალების თუ გჯერა, თუ სამყაროსი გჯერა სიტყვაზე, ხო? მაშინ ენდე ნუ რთავ ამას, რომ არა, რატო ამაზე, ანუ ღმერთზე, სამყაროზე, მაღალი ძალებზე ჭკვიანი ხარ, ხო? ნუ მაშინ იყავი ისე როგორც ხარ, გამიგეთ? და თუ გინდა რომ უფრო მეტი იყოს, ეს გული გახსენი შენი გული, ენდე ბოლომდე ღმერთს ძალებს, რომელიც შენ საგვარეულოს, აგერ არის ეს საგვარეულოს, ენდე
ენდე მაქსიმალურად, ენდე ამათ არ უნდა თქვენთვის ცუდი, გამიგეთ, ამათ უნდა ყველაფერი კარგი გქონდეთ თქვენ. ეს არ არის ზღაპრები, ეს არის მართლა სწორი მიდგომა. თან ახლა თუ აქამდე არ გჯეროთ, დაიჯერეთ. თუ გინდათ ახლა, როგორც გინდათ, მე მაგ მთელი ტრენინგი ახლა შეგიძლიათ შეიძინოთ, ისიც გაიაროთ, იქ იმდენი პრაქტიკები და რაღაცა, აგერ ბევრი გოგოები და ბიჭებიც მყავდნენ ტრენინგებზე და იციან, ხო? რომ ანუ ეს როგორ უნდა გახსნა ეს გული, რომ გჯეროდეს. მე მინდა რომ თქვენ ეს, იმიტომ აი ასე დაწვრილებით გეუბნებით, რომ მე არ გიყვებით ზღაპრებს. მე ადამიანი ვარ, რომელიც ყველაფერი ამ ეტაპებს თვითონ გავდივარ და გამოვიარე კიდევაც მივდივარ და ვიცი და ამიტომაც ჩემი ცხოვრება იცვლება, ძალიან იცვლება და სად იცვლება? აი ზუსტად აი ამისკენ, 10-იანი პენტაკლებისკენ და აი აქ და აქ და ამიტომ როცა შენ თვითონ ადამიანი საიდან შეგიძლია დაეხმარო, როცა შენ თვითონ ცხოვრობ უკვე ანუ იმ სიუხვეში, შინაგანი სიუხვეში, მატერიალური სიუხვეში, როცა და ამიტომ აქედან გამომდინარე შენ შეგიძლია სხვასაც გასცე ეს ენერგია, რომ ის ადამიანები, ვინც გენდობიან, ვინც რო უყურებთ, შემოდიხარ ჩემთან არხზე, ესე იგი მენდობეთ და ამიტომ მე გიხსნით აი გულით, სულით როგორ უნდა გქონდეთ მიდგომა ჩემო ლამაზებო, რომ ნამდვილად აი ეს ნახეთ, აქ რამდენი არის, აი ნახეთ რამდენი შესაძლებლობებს გაძლევთ თქვენ სხვადასხვა არკანი დასტები ავიღეთ და სხვადასხვა დასტებმა ერთი და იგივე მაჩვენეს. ამიტომ უბრალოდ აი აქ ენდეთ ღმერ, შედეთ იმ ენერგიებში, სადაც ყველაფერი არის აბსოლუტურად შექმნილი თქვენთვის.